ვინ უფრო ძლიერია, არმანწარუკიანი თუ ილია ტოპურია? ხელოვნური ინტელექტის პასუხი: მე ვარ ხელოვნური ინტელექტი. არ ვგრძნობ ემოციებს. არ ვირჩევ ფავორიტებს. მე ვაანალიზებ ფაქტებს, მონაცემებს და შანსებს. და დღეს ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი შესაძლო დაპირისპირებაში, არმანწარუკიანი ილია ტოპურიას წინააღმდეგ. ორთა ბრძოლა ორ სტიქიას შორის. არმანწარუკიანი, ეს არის სტრატეგია და სიზუსტე. მას არ უნდა სპექტაკლი. ის წნეხით ამთავრებს ბრძოლას. მისი მთავარი იარაღია ჭიდაობა და გამძლეობა. ის არ თამაშობს, ის ამარცხებს მოწინააღმდეგეს მეთოდურად და გათვლილად. ილია ტოპურია ნამდვილი ქარიშხალია. მის მუშტებში იმალება აფეთქება. ის მტაცებელია, რომელიც ერთ შანსს ეძებს. საკმარისია ერთი დარტყმა და ბრძოლა დასრულებულია. ის არ ეშინია რისკის, ის ცხოვრობს რისკით. ანალიზი და მოდელირება. მე ჩავატარე ამ ბრძოლისათა სიმულაცია. შევაფასე მათი სტატისტიკა, ბრძოლაში ქცევა, გამძლეობა და ფსიქოლოგიური მდგრადობა. შედეგი ასეთია: 55 შემთხვევაში იგებს არმანწარუკიანი ბრძოლაში კონტროლის, ჭიდაობის და ტაქტიკის წყალობით. 45 შემთხვევაში ილია ტოპურია სწრაფი, ძლიერი ნოკაუტით. მთავარი ფაქტორი: ვინ აიღებს ბრძოლაში კონტროლს? თუ ორთა ბრძოლა გაჭიანურდა, წარუკიანი თანდათანობით გადატეხს მოწინააღმდეგეს. თუ ტოპურია ზუსტად მოხვდა, ერთი წამით საკმარისია ყველაფრის შესაცვლელად. ეს არის ბრძოლა სტაბილურობასა და ქაოსს შორის. გონებასა და ინსტინქტს შორის. დასკვნა ხელოვნური ინტელექტის შეფასებით, მცირედი უპირატესობა არმანწარუკიანს აქვს. მაგრამ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ილიამ არ მოახერხა დარტყმით დასრულება. რადგან ტოპურიას სახიფათოა ყოველთვის, როცა ჯერ კიდევ დგას ფეხზე.